Ჭანიანობაზე ლაპარაკობ, როდესაც თელ სამგზელობას არავის სამგზელოებაზე არ გადავიდა. დანარჩენებს ვერ მედავენო და კაცობა მოყვა პასუხს რომ გამოვიდე და სამართლებაზე პასუხის გაცემა არ არის ეს სიტყვა. საქმეების გარჩევა მართალი სიტყვისთვის. ყველა თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, როცა ერთს ასე უჭირს. ეს თვიმე ხო და ამაშია საქმე, მამო, შენ გინდა? ხო, არ არის თქვენი საქმე. ამას გეუბნები. 2012-ში იყო ჩვენი საქმე. შაბათის გუნდმა მოიპოვა ჩანაწერის საპატრიარქოდან, სადაც ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვარს ქართული ოცნების მხარდამჭერი მღვდლების ფლანგი ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის საქმეებს ურჩევს და პასუხს თხოვს. უინიშნე რაღაც შენი ნათქვამები და თქვენ შეგიძლია თქვა მამა? არა, ახლა მე თუ არ მინდა პოლიტიკურად თუ არ გინდა ეს თქვენი პოზიცია. კალაძეზე ვიხადაგე, როცა ქადაგებების ცენზურა საქართველოში. ერთი მღვდლის მართალი სიტყვაც კი ცენზურის მოყვარული ოლიგარქიული რეჟიმისთვის დიდი საფრთხე აღმოჩნდა. რა იყო მიზეზი, რატომ დაიბარეთ, მამა? რა თქვენი საქმეა, რა იყო მიზეზი შიგნით ეკლესიაში? როცა ახალგაზრდები წამების მანქანებში სცემეს, ისინი ჩუმად იყვნენ. როდესაც უკანონო პატიმრებით ციხეები გადაავსეს, ისინი გაჩუმდნენ. ნაციონალური მოძრაობის დროს ხო იყავით აღშფოთებული, მამა? ესე იგი, თუ არ ვარ ახლა აღშფოთებული, არ ხო იძახდნენ მგლები დაგმე მიშავა. და როდესაც ხვებმა ხმის ამოღება გაბედეს, ახლა მათ გაჩუმებასაც ცდილობენ. ესე იგი, ახლა მე ზუსტად იგივეს მეუბნები, რასაც ამბიონიდან ამბობ, რომ არ მყოფნის გამბედაობა, არ მყოფნის კაცობა, რომ გამოვიდე და ვთქვა. როგორ ყიდულობს ივანიშვილი მღვდლების მდუმარებას? მოინახულეთ სინდისის პატიმრები, იყავით გლდანის ან რუსთავის ციხეში. ანუ დარწვა პირდაპირ. რასასჯელი ემუქრება მღვდელს, რომელიც არ ერიდება მოვლენებს თავის სახელი დაარქვას. რა ვიცი, ან ჩაკეტვა, ან მოსვლობა. როდესაც ერთმანეთს ეკითხებით, ოცნების სისასტიკეებზე რატომ არაფერს ამბობენ მღვდლები და ეპისკოპოსები, 8 საათზე თავად მოусმინეთ და ნახეთ, რა მძიმე გზას გადის მართალი სიტყვა, ვიდრე მას ამბიონიდან მოისმენთ. ისევ თიხართან დაკავშირებით მოგაკითხეთ. მხოლოდ სექტემბერში უკაცრავად მილიონზე მეტი უკაცრავად. მილიონ ლარზე მეტი მხოლოდ ერთ თვეში ბიუჯეტიდან კომპანიას, სადაც თიკარუხაძე მრჩევლად მუშაობდა და კოლოსალურ ხელფასს იღებდა. მილიონზე მეტი მისცეს კომპანიას, რომელსაც თქვენ რჩევებს აძლევთ. ალბათ თქვენ და ნორმალურად ვერ გადაგიხდით. აღმოჩენილია დოკუმენტები, რომ რუხაძის საახლობლოს ფული გადაურიცხა კალაძემ. თიხარს რატო გაუფორმეთ გამარტივებული შესყიდვით? ბატონო, ეს ცოცხალი კედელი რაში გჭირდებათ? ასე საშიში ვარ. და ფულის გადასარიცხად ემზადება განათლების სამინისტრო. მხოლოდ სექტემბერში ამ კომპანიამ თქვენგან და მერიისგან მილიონი მიიღო, ბატონ გირი. არ არის ქვეყანაში სხვა კომპანია? მილიონი ოცნების მინისტრის სამეგობროს უტენდეროთ. წვილია. რამდენი არის? 389,836. 400-ია, ეგა მერე? მეხუმრები? რა განსხვავება აქ, ალბატონინა? განსხვავება არის, რაც არის ის. ანუ 100 ლარზე მელაპარაკებით ახლა? საბუთებში წერენ, რომ არა ეს კომპანია, სადაც რუხაძე მინისტრობამდე იყო დასაქმებული, მასწავლებლის დღეს სხვა ვერავინ ჩაატარებდა. ერთოდ არ მაინტერესებს რომ კომპანიაზეა საუბარი, ხალხო გაიგეთ. რანაირად არ გაინტერესებს? საქართველოს ბიუჯეტის ფული მიეცით 628,000. რა უჯდება ქართულ ოცნებას ესტრადის ვარსკვლავების პოლიტიკური მხარდაჭერა არჩევნების წინ? ვიღებ 30 არქას თითო პროცენტ. შახონოვასაც ვიღებ იმის ღირსით ვარ და უფრო მეტისაც ვარ. მე ვარ ძალიან კორუმპირებული, ვინც გადამიხდეს იქ მივდივარ და უკრავდა უშენ. ოლიგარქის პარტია საბუთებში წერს, რომ მომღერლები ნისია დამღერა, ვალები დაუგროვდა და ფული ჯერ არ ჩაურიცხავდა. მომღერლები ამბობენ, რომ ფული უკვე აიღეს. რა ხდება? ვარკვევდით ჩვენ და საღამოს მოგიყვებით თქვენ. ერთად ვნახოთ, ბატონო, ვინ იტყუება? რატომ გადააფორმეთ 26 წლის ნათესავზე ქონების გადავალვა გინდოდათ? თბილისის თეცის ისტორიული შენობა 25 მილიონად კახი კალაძის საძმოს ხელში აღმოჩნდა. სამშენებლო ბიზნესი რეალურად თქვენია თუ მისია? უნიკალური ადგილი თბილისის შუაგულში 26 წლის ქალზე გააფორმეს, რომელსაც არც ქონება აქვს და არც ამდენი მილიონი. ვის კვალზე მიგვიყვანა ჟურნალისტურმა გამოძიებამ? ნახეთ დღეს საღამოს 8 საათზე. ვარვენეშვილთან რა დაკავშირებთ?
ჩემი სიძეა. თქვენი სიძეა? მე-19 საუკუნის შენობების ნაცვლად თეცის ტერიტორიაზე შუშის 11 სართულიანების ჩადგმას საკრებულო მწვანე შუქი სასწრაფო დაუნთო. კალაძის სამეგობროს ხოლმეჯერზე მწვანე შუქს მონოპოლისტად რომ აქცევ. კახი კალაძის ინტერესები დეველოპერულ იმპერიაში, ვის ხელშიც მრავალმილიონიანი ბიზნესია, ყველას გზა კალაძემდე მიდის. დიდი წილი იდება დიდ კონვერტში, რომელიც გადაკეცილია და გადადებულია ცალკე კალაძისთვის. კალაძე და მასთან დაკავშირებული ხალხი აგრძელებს თბილისის საზიანოდ გამდიდრებას. დღეს ნახეთ არჩევნების წინ სასწრაფო წესით როგორ დაიბეჭდა ნებართვები, რომ თბილისის შუაგულში შუშის კოლბები ჩადგან. რუინი დაერეჭამი განაბები იქნებენ რუინი ჩვენ დაგვიეკონდა ჩვენი დრასო. კრიმინალური გარჩევა საქონლის ფერმის გამო წილი რომ ვერ გაიყვეს საქმეში კანონიერი ქურდები ჩართეს. რამდენ ლიტრ რძეს გამოიმუშავებთ კვეჟოვიჩთან უნდა შეთანხმებული. არ ვიცით რა ბატონო. ქარელის ფერმიდან გაყიდული რძის წილი საბოლოოდ კრიმინალურ სამყაროს ეგზავნებოდა. პოლიციის ნაცვლად ეს ფერმერი კაცი რატო წავიდა ქურდებთან? საქმის მასალებში დევს მტკიცებულებები, რომ დაკავებულთა შორის არიან ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები. ერთ-ერთი კახი კალაძის შტაბის ცნობილი თავდამსხმელის მამაა. ერთი იგი კიდე ძმა და იფულსაც გავაკეთებ. ინტერნეტზე განარდა 200,000 უნდა სახში ფული რო დაწოს. 8 საათზე ნახეთ რა სქემები აწყეს ქართული ოცნების მმართველობის პირობებში. 1 კვირა 4 ოქტომბრამდე დღეს საღამოს 8 საათზე ჩვენ თქვენთვის მოსაყოლი ბევრი ამბავი გვექნება. ხვდებით აქ, რა თქმა უნდა, თავებირვასა.